ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს ქართული ოცნება საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებასა და ცილის წამებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ უილსონის განცხადებები სრულიად ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის პათოსს. ჩვენ ველოდებით შემოხვედრ ნაბიჯებს, ამას ელოდება რა თქმა უნდა ქართული საზოგადოებაც. თუ არ გადაიდგმება შემოხვედრი ნაბიჯები, ეს იქნება იმის უტყუარი ნიშანი, რომ deep state ინარჩუნებს უპირატესობას ახალი ადმინისტრაციის მიმართ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო. თუმცა ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ვიდრე deep state შეასუსტებს deep state. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ გადმოიდგმება უკვე შემოხვედრი ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ ვიქნებით ამისთვის რა თქმა უნდა მზად. ჯო უილსონი მაგარი კაცი. კომიკურ ფიგურად იქცა ყოველ შემთხვევაში ქართული საზოგადოებისათვის ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ამ სასაცილო ადამიანების გარდა უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები. ტრამპი ამბობს, რომ deep state ეს არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსაც და არა მხოლოდ ამერიკისათვის, მაგრამ ტრამპს რომ არ დავესესხოთ და მისი სიტყვების იმედად რო არ ვიყოთ. ჩვენ ხო ვიცით, რომ სოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომელიც სამწუხაროდ მოდებულია დღეს მთელ ევროპის კონტინენტზე რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არაფორმალური გავლენები, ოლიგარქიული გავლენები, რომელსაც გნებავთ deep state დაუძახოთ. გნებავთ გლობალური ომის პარტია დაუძახოთ. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ომისკენ ბოლომდე იწევდნენ და ომს ბოლომდე უჭერდნენ მხარს, დიახ, მაშინ ჩვენ ვეძახდით გლობალური ომის პარტიას, დღესაც ვეძახთ ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე, ამით მე პირადად ამაყივარ, ამით ამაყია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართული ხალხი, რომელიც ამ ბრძოლაში იქნება თავისი სამშობლოს გვერდით.